ზეინებ. Რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ ცუდად ნუ გამიგებ, კარგი? იმ ლევენტმა ელიფ. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, შენი აზრით ცოცხალს დავტოვებდი? ასეთ მდგომარეობაში მოსვლა არ უნდა დაფიქრეთ, ბეი, ამიტომ ჩვენთან წამოვიყვანე. ოთახშია ელიფთან ერთად, ტანსაცმელ სიცვლის. არა, თქვენი მოსვლა არ არის საჭირო. მოგვიანებით ფერმაში თვითონ მოვალთ, როგორც მიბრძანებთ. რა თქმა უნდა, ფიქრეთ, ბეი. აუცილებლად შეგატყობინებთ. ფიქრეთ, ბეის მოსვლა უნდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ამის საჭიროება არ იყო და ფერმაში თვითონ მივალთ. კარგად გითქვამს. თავს უკეთესად გრძნობთ, ქალბატონო. უკეთ როგორ უნდა იყოს, მთელი სხეული დალურჯებული აქვს. კარგად ვარ. მართლა, საშიში არაფერია. დიდი მადლობა. რა კარგია რომ მყავხართ. რა კარგია რომ არსებობ შოთა. დიდი მადლობა. რას ამბობ ზეინეფანი? მადლობა არ არის საჭირო, მზად ვარ თქვენ გამო სიცოცხლეს გავწირო. ქალბატონმა უფლება არ მომცა იმ არამზადისთვის თავში ტყვია და მეხალა. შოთა. ადგილზე რატომ არ მოკალი? ქალბატონმა არ მომცა მეთქი უფლება. სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში დამნაშავე ჩვენ ვიქნებოდით. ის ჟანგბადიც კი მენანება, რომელსაც სუნთქავს, რომელ დანაშაულზე ლაპარაკობ ზეინეფანი. რა მნიშვნელობა აქვს სემდა თუ ესროდა? ლევენტი არ გაბოროტდება? ასი ამ საქციელის გამო შოთას შეაგებს? ვის საინტერესებს, ვინ ელოდება, მოიწონებენ თუ არა? ჩემი ძმა უფლებას არ მისცემს რამე დაგიშაონ. მაგრამ თუ ის მოხდება, რასაც ელიფი ამბობს, თუ იცდებიან შენზე შური იძიონ, შახინქაიში წახვალ, ხალილ იბრაჰიმთან. ხალილ იბრაჰიმთან? ხალილ იბრაჰიმთან. რატომ მე გარ მოკლავს? მსგავსი არაფერი მოხდება. მე დაველაპარაკები და შოთას მიიღებს. როგორ დაელაპარაკები? რამდენიმე დღეა ხალილ იბრაჰიმს ჩემს სახლში ვმალავ. თქვენი ფანტაზია ჩემს სიყვარულთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რასაც ვერაფრით ხვდებოდით, ეს იყო. უმცროსი სიძე ხალილ იბრაჰიმ ქარასუა? ჩემ ზურგს უკან რა ამბებს ატრიალებ, არც კი მიყვები. როგორ არ გწვენია? სერჟანტო, მე ვარ. ბიჭებო, მეთაური დაბრუნდა. რა ქენით მეთაურო, ხალილ იბრაჰიმი იპოვეთ? ვერა. ეგ არამზადა თითქოს ფრინველად გადაიქცა და გაფრინდა. კარგი და ახლა რას ვაკეთებთ? არაფერს. შანსე ხელიდან გავუშვით, განყოფილებაში დავბრუნდეთ. თემელის კაფეში მყოფი ადამიანები დავკითხოთ, იქნებ გავიგოთ სად იმალება ხალილ იბრაჰიმი. როგორც მიბრძანებთ. ბიჭებო, მივდივართ, მოემზადეთ. პოლიცია მიდის ოსმან. იბრაჰიმი დაიჭირეს? ვერ ვხედავ. ვერც მე ვხედავ თურან. სად არის ეს ბიჭი? ბატონებო? საქმე მოსალოცად გქონია. ხალილ, ამჯერად იმედი დავკარგე. არ მოგატყუებ. უკვე ვიფიქრე, რომ ამჯერად დაგიჭირეს. ერთ-ერთი მათგანი უკან გამოყვა. კინაღამ გავგიჟდით. გვეგონა ნამდვილად დაგიჭერდნენ. ამჯერად გადავჭით. ბიძია დერვიშთან წავალ და ვეცდები რამე გავიგო. თქვენ კი ამ ღამეს არსად წახვიდეთ. არ ვიცით თემელთან ერთად ის ადამიანი მინ იყო. ფრთხილად იყავით, კარგი? კარგი. კარგი. წარმატებები. თავს გაუფრთხილდი, ხალილ. ზეინებ. კარგად ვარ, ძმაო.
გაუში, მარტო დარჩნენ საქინე. შენ ზმას მოუკლავა ისე. მიდი, სახლში შედი. ვინც რა უნდა თქვას მას შენს მხარეს ვარ სიძევ. ეს გაითვალისწინე. მადლობ, მამა. ძმა ფიქრეთმა მხოლოდ ნიშანი მოგწეს და ამ ღამეს მაგ ლევენს მის მძღოლ სემილს და მთელ მის დაცვას გავანადგურებთ სიძევ. სჯობდა იქვე მოგეკლა. გაჩუმდი ალი ქემალ, ისედაც გაცოფებული ვარ. თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. ამიერიდან აღარ მყავს ძმა სახელად ლევენტი. თუ გაამართლებენ და მის დაცვას დაიწყებენ, აღარც დედ-მამა მეყოლება. ჩემო ძვირფას ორძალო. კარგი მამა. რა თქვა მამა შენმა? გააკეთეთ რაც საჭიროაო. სად არის? მეორე სახლში. გველი ასია ისევ რაღაცას მოიგონებს, დარწმუნებული ვარ. აიშე ჩვენი ოჯახია. ჩვენ შორის იმდენი რამ ჩადგა. არ მინდა სისხლიც იყოს, მაო. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, ლევენტი აღარასდროს დავინახო. სხვა რამე რომ მდომოდა, შოთა ადგილზე მოკლავდა. მტკივა. მამა რიзвან. აბა წარმოიდგინე. სახლში შედიხარ, ძალი ასიე გამოიპრანჭა, მაკიაჟი გაიკეთა, დესერტი მოამზადა. რა სიფიქრებ? ვისთვის მოამზადა? პასუხი არ გაქვს, არაფერი იცი. ეკითხები ვისთვის მოემზადე? დურსუნ ლეთოსთვის? იმის ნაცვლად რომ მიპასუხოს აგრესიულად იქცევა და ცდილობს დამარტყას. ჩემს ადგილზე რას იზამდი? რას? ასიე ჩემი ცოლია. სხვებისთვის არასდროს გამოეწყობა, მსგავს არასდროს არაფერს გააკეთებს. ერთი დღეც არ ყოფილა, როცა შემეძლო მასზე ხელი ამეწია. დარწმუნებული ვარ, არც მამა შენსა უწევია ხელი დედა შენზე. ასე არ არის? დიახ, ასია. ლევენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. აშკარაა, ზეინებმა ჩემი შვილის პროვოცირება გამოიწვია, რადგან არ უნდა ცოლად გაყვეს და ლევენტიც ამახეში გაება. გაება და თან მწარედ გაება. მომისმინეთ, თუ ჩემი ქალიშვილებისგან ვინმეს უნდა რამე თქვას, ჩემს წინაშე დადგება. მე მეტყვის და მე მთხოვს. მე, გესმის? მე მთხოვს. ჩემმა ძმისშვილმა ის გააკეთა, რაც მოსიყვარულე მამაკაცმა უნდა გააკეთოს. და არც იმის საჭიროება რამე გთხოვოს რიзвან. მართალი ხარ, რომ გაბრაზდი მამა ხარ. მართალი ხარ. შეგიძლია შენი ქალიშვილები იმათ მიათხოვო, ვისაც მოისურვებ. მართალი ხარ. მაგრამ თუ დანიშნული გოგონა რამეს ამზადებს სხვა კაცისთვის და არა საქმროსთვის, ამ შემთხვევაში ღალატობს. ჯერ ზეინეფი მოათვინიერე. და შენს წინაშე თავს დავხრით. ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემ ადამიანები და შოთა სადილად დაბადიჟა, მათთვის მოამზადა დედა. გესმის ასიე? ამობენ შოთამ, რეშეთის სიძემ ჩემი შვილის სემა. ამისთვის როგორ დაიჯდება რიзвან? შოთას რომ მოეკლა ლევენტი, ამ შემთხვევაში უფლება გექნებოდათ პრეტენზია გამოგეთქვათ რძალო, მაგრამ რეშეთის სიძე სწორად მოიქცა. თავხეთს თავისი ადგილი მიუჩინა და ამავე დროს ზღვარსაც არ გადავიდა. ამიტომ ყველას გირჩევთ, თქვენი ადგილი იცოდეთ. ყველამ თქვენი ადგილი იცოდეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ.
მოდი შვილო. როგორ შეგიძლია ასე დღისით მოხვიდე ყოველგვარი მომზადების გარეშე? შემოდი სწრაფად. რა ხდება? თემელი პოლიციამ წაიყვანა. შეგეძლო თავიდანვე გეთქვა, რომ მომზადებას აზრი არ აქვს. თემელი იმასაც კი იტყვის ბავშვობაში სადმე ქლიავი თუ მოიპარეთ. ბიძია თემელის მამას დაელაპარაკე. მან კი ლეტოს ოჯახს უთხრას, თემელი იტყვის, რომ იარაღი ლეტოს ოჯახს ეკუთვნის. ვინმეს გაგზავნიან და პოლიცია თემელს გამოუშვებს. კარგად მოგიფიქრებია, მაგრამ როგორც ხვდები, აქ ამის გამო არ მოსულ ხარ. არა. ჩვენი ადგილმდებარეობა ედანურმა გასცა. თარიქ ლეტოს მკვლელობის დროს გვიპოვა. აიძულეს ეთქვა. იცოდი? ვიცოდი. რატომ არ მითხარი? მინდოდა თვითონ ეთქვა. ხომ გითხარით, ხმა აიძულეს. რას ნიშნავს აიძულეს? აიძულეს ნიშნავს, რომ აიძულეს. ბიძია, ეს რას ნიშნავს? ქალი გააუპატიურა. ჩემი გოგონა ძლიერია. ყველაფერს გაუძლებს. ხომასია ზეინებ. დიახ, მამა. ოჯახ. ელიფი ჩემთვის შვილივითაა. და შენც ახლა ჩვენთვის სიძე კი არა, შვილი ხარ. შვილი, მოდი ჩემთან. ხომასია რეშიდ. დიახ, რიზვან ბეი. თქვენი წყალობით ჩვენი ოჯახი ძალიან დიდი და ძლიერია. აიშე. გაბრაზებულმა შეიძლება შენს მშობლებს ბევრი ცუდი რამ ვუთხარი, ამიტომ ჯობია მათთან წახვიდე. წადი, შეურიგდი. როგორც ინებებთ, მამა რიზვან. მოდით, თქვენ დასხედით. თქვენც მოდით, დასხედით. მოდით. რიზვან ბეი. ძალიან მიხარი, რომ კარგ ხასიათზე ხარ. და ღმერთი იყოს შენით კმაყოფილი. კარგია, რომ არსებობ. კარგია, რომ ჩემი შვილების მამა ხარ. გმადლობ, ნადიმე, გმადლობ. ყველაფერს ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. ფიქრეთ შეხედეთ. რა მშვენიერი ოჯახი შექმნა. შვილიშვილები გვაჩუქა და ამით ცხოვრება გაგვილამაზა. ღმერთმა ინებოს და თუნჯაიც მის კვალს გაყვეს. სკოლას დაამთავრებს, უნივერსიტეტში ისწავლის და შესანიშნავ ოჯახს შექმნის. თემელსაც იგივე ვუთხარი. თარიქიც რომ ჩვენ შორის ყოფილიყო, თარიქიც რომ ჩვენთან ყოფილიყო, შესაფერის გოგონას შევარჩევდით. მის თანასწორს, ქორწილს 40 დღე და 40 ღამე ვიზეიმებდით. თარიქთან ურთიერთობაში შეცდომა დავუშვი. მის სურვილებს დავემორჩილე. მამა თავისი შვილების სურვილებიდან გამომდინარე არ უნდა მოქმედებდეს. ბოლოს და ბოლოს ისევ ბავშვია. დღეს ერთი უნდა, ხვალ კი მეორე. მინდოდა თარიქს თავისი შეცდომებიდან გაკვეთილი მიეღო. სამწუხაროდ გაკვეთილი თვითონ მივიღე. ამიერიდან ჩემი შვილები იმათ შეიყვარებენ, ვინც მე მეყვარება. სხვა გამოსავალი არ არსებობს.
bundan sonra იმაზე იქორწინებენ, evlatlarım ვისაც მე ვიტყვი. ben kimi seversem onu sevecek. ეს გარდაუვალია. Ben kimi istersem onunla იმაზე, evlenecek. ვისაც მე ვიტყვი. ასე, მამა? Benim უკვე ყველაფერი ვთქვი, შვილო. Levent'le ლევენტს ცოლად გაყვები. ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას უშვებ. ben biraz სუფთა ჰაერზე გავალ. ამას ნუ იზამ. Selamun aleyküm. გამარჯობა. გამარჯობა. მობრძანდი დერვიშ, მობრძანდი. Gel gel. სიკეთით მოხვედი? Hayır olsun. Pek hayır değil. ასე ვერ ვიტყოდი. Geç otur. მოდი დაჯექი. De bana ne oldu? მითხარი რა მოხდა? Temelli arka. პოლიციამ თემელი და მისი მეგობარი დააკავა. ხომ გითხარი ის უსახმორი ბიჭისთვის არ გაგეყოლებინა? თემელმა რა დააშავა პოლიციამ რომ დააკავა? ლეტოს იარაღის გამო დააკავეს, რომელიც კონტრაბანდით გადაჰქონდათ. რა კონტრაბანდა? ოჰ, თემელ. იუსუფ, პოლიციაში წადი და თემელზე დაელაპარაკე. არაფერი თქვას, როცა ჩვენებას მისცემენ. შემდეგ კი წადი და რეშეთს უთხარი, რომ რეзвან ლეტომ ვინმე Yoksa hepsi გასცეს, თორემ ყველას ერთად ჩასვამენ. cüzdanım. სად არის ჩემი საფულე? მოიცადე, მოიცადე. Danış. შვილო, დიახ, ბიძია დერვიშ. Görürüm. ვიცი რომ ქმარი ძალიან გიყვარს. Bilirim. ვიცი რომ შენს ქმარსაც უყვარ ხარ. Kocam. ნუ რაფერს დაუმალავ, შვილო, კარგი? Olur mu? İster kapat. დამნაშავე ხარ თუ უდანაშაულო ცოლ ქმარ შორის. Karı koca. საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. ხალილ იბრაჰიმ, მაპატიე, კარგად ხარ? ხო, არ ვიცოდი შენ თუ იყავი. როგორ ხარ მაპატიე ბოდიში? კარგად ვარ. Zeynep.
Abi ne oldu? ძმაო, რა მოხდა? ხმაური გავიგონე. რა ხდება? Abi bir şey yok. არაფერი დოქი გამიტყდა. კარგად ხარ? ხელი ხომ არ გაიჭერი? Bir şeyim yok. არა, ყველაფერი რიგზია, ნუ ნერვიულობ. Birazdan hallederiz. მოგვიანებით ავიღებ. İstiyorum olur mu? ახლა მარტო ყოფნა მინდა, კარგი? კარგი. Kızlara haber ver. გოგონებს უთხარი, შენ არა იყო. კარგი ძმაო. Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ, Özür dilerim tekrar. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი, კარგად ხარ? კარგად ვარ, ზეინებ, კარგად. Sen როცა მოულოდნელად მხარზე ხელი დამადე, ძალიან შემეშინდა. aklım başımdan gitti. Asıl sen iyi misin? ყველაფერი რიგზია? Tabii sen olanları. მართალია, არ იცი რა მოხდა. Yayladaki eve gittim. ზაფხულის სახლში ვიყავი, ბრძოლის ველს გავდა, რა მოხდა? Levent olacak. ის ცხოველი ლევენტი თავს დამესხა. როგორ? Tamam. კარგი, გასაგებია, რომ ყველა სული თავად მყოფია, რამ გააგიჟა? Neden delirdin? მითხარი. Senin için. შენთვის სადილი მოვამზადე. იფიქრა, რომ იავუზისთვის იყო და ეჭვიანობამ გააგიჟა. მანიაკი. Benim yüzümden. ყველაფერი ჩემ გამო მოხდა. აბატია. Hayır senin. არა, შენ არაფერ შუაში ხარ. Babam და მამა შენმა? tepki gösterdi. ამის გამო არაფერი გააკეთა? Benim 3 kuruşluk. მე იარაღით ვაჭრობის მსხვერპლი გავხდი. Ne olacak peki? ახლა რა იქნება? Şu olacak. აი რა იქნება. Ben Levent'le. ლევენტს ცოლად გავყვები. Sen de beni. შენ კი ქორწილიდან მომიტაცებ. Anlamadım. ვერ გავიგე? Anlatacağım her şeyi. ყველაფერს მოგიყვები. Ben yiyecek bir ჯერ şeyler ამის მოვიდამ, ჭამოთ. yiyecek konuşuruz. მე ვილაპარაკოთ. Olmaz Rızvan Bey. არ შეიძლება რიзвან ბეი, არა. ასე როგორ იქნება? მაგ ლევენტმა შენს ქალიშვილს უღალა და სცემა. შენ კი გინდა დააქორწინო? ჯობდა შენი ხალიშვილი ბიჭს არ ეთამაშებოდეს. ევუს ლეტოსთან ფლირტი რატომ აქვს? Ha, o konuya da ამას რა შეეხება, არ ვიცი საიდან გაიგეს. nereden duydular? დორსონი ცოლმა დამირეკა. Dursun'un მითხრა ყველაფერი ასე და ასე მოხდაო. dedi ki. Böyle ვუთხარი რომ სწორად გაიგეს, ვუთხარი რომ ყველაფერი მართალია. ne duyduysanız doğrudur dedim. ეს შენც უნდა იცოდე. Hepsi doğrudur dedim. Senin de haberin olsun. მათი რა საქმეა ჩემს ქალიშვილსა და მის საქმროს შორის რა ხდება? Bana ne değilsin? მე რატომ მეკითხები, შენი ნათესავები არიან? Karşına dikildim. აი ხოლ შენთან რომ მოვლენ, შეგიძლია მათ Ya კითხო. da anlatırsın Asiye. ანუ უხსნა რატომ არ შეასია ძმისშვილი საკუთარ ძმისშვილს. Aa, müsaade. მე წავალ. რაშიდ, Reşit seni çağırır. რეშით გეძახის. რაშიდ. დიახ, რიзвან ბეი. მანქანა მოამზადე, ლეტოსთან მივდივართ. ახლავე მომამზადებ, რიзвან ბეი. Benimle dalga დამცინი არა? Hayır ben არა, çok ciddi. სერიოზულად. რადგან მათთვის ჩემი გრძნობები და აზრი მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ მიფიქრე, როგორ შემიძლია მათი რეპუტაცია გავანადგურო. Düğünden karaları თუ ქორწილიდან ცოლს მოსტაცებენ, მაშინ ხალხში გამოსვლას ვეღარ შეძლებენ. Hem sen de შენ შეძლებ შურიზიება გააგრძელო. Ha silah depolu. რა მნიშვნელობა აქვს იერახს მოპარავ საწყობიდან თუ ქალიშვილს მოსტაცებ ქორწილიდან? Bence sen ჩემი აზრით ისევ შოქში ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ. Halil İbrahim. ჰალილ sakın იბრაჰიმ, korktuğunu söyle. არ მითხრა რომ გეშინია. hiçbir şey. არაფრის მეშინია, ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ. Arkadaş. არ შემიძლია მათ სიცოცხლეს კიდევ უფრო მეტი საფრთხე შევუქმნა. Daha fazla risk atma. ბოლოს და ბოლოს შენი ქორწილია. Sonuçta senin düğünün. სტუმრები შეიარაღებულები იქნებიან. ხომ ასეა? ქორწილი არ ექნება, უბრალოდ ცერემონია შედგება. Sadece Tanrı'nın yasası. რადგან თარიქის გამო გლოვაა. ადამიანების მცირე რიცხვი დაესწრება. მოვითხოვ ცერემონია გაიმართო, სადაც მეტყვი. აქედან რატომ არ მიემგზავრები? Neden? რატომ არ მივემგზავრები?
ლევენტი ისე მღალატობს, როგორც უნდა. ცემს ცდილობს ძალი და მეუფლოს. მამა კი არაფერს ამბობს. კიდე ეს ყველაფერი უპასუხოდ დავტოვო და აქედან გავიქცე. მოუკვდები, მაგრამ არცად წავალ. აქ ვიქნები. ასიეს ძმა ჯევათი ლევანტის ბიძა არა? კი, როგორია იმის ალბათობა, რომ ჯევათი ცერემონიაზე მოვიდეს? ხომ იცი რომ გაქცეულია, აქ არ ჩამოვა. თარექის დაკრძალვაზეც კი არ ჩამოვიდა. მაგრამ თუ გინდა რომ ჩამოვიდეს, ჩამოვიდეს. თუ პრობლემებს შევქმნი, ჩამოვა იმისთვის, რომ მამა დაითანხმოს. ჯევაც ხომ იცნობ? მამა ჩემი სიმკვლელია. მაგარა კაცმა მამა თვალწინ მომიკლა. შემდეგ კი საქართველოში გაიქცა. თქვენების ბინძური საქმეები იქ გააგრძელა. რადგან გინდა დარტყმა მიაყენო, მაშინ შეგვიძლია გულები ამოვაცალოთ. O Cevat gelecek buraya. ეგ ჯევათი აუცილებლად ჩამოვა. Getireceğim. შენთვის ჩამოვიყვან. Hadi sen bir şeyler ye. მინდი ჭამერამე. Hava kararsın. დაბნელებას დაელოდე და მე რეწადი. Ben Elif ელიფს ვეტყვი, აიშეს დაელაპარაკება. აიშე კი დედამის. ჯევათს ჩამოვიყვანთ. Sana şotayla. ახალ ამბავს შოთას დახმარებით შეგატყობინებ. Onun da Elif'in de მან და ელიფმა იციან, რომ ერთმანეთს ხვდებით. შეგიძლია შოთას ენდო. Reşit Efendi'ye რეშით ბეისთან მოვედი, გადაეცით რომ იუსუფი მოვიდა. Elif. ელიფ, ზეინებ. შოთა მეზოში რაღაც აჩრდილი დაინახა. ხალილ იბრაჰიმი მოვიდა და წავიდა. მოდი, არ მჯერა. მამა სახლშია, შოთას კი არა. ძმებს რომ დაენახათ, გეყოფა წუწუნი. Halil İbrahim beni. ხალილ იბრაჰიმი მომიდაცებს. რა? Ben Levent'le evlenip. ლევენტ სოლად გავყვები. ხალილ იბრაჰიმი კი მომიდაცებს. Yalnız bu düğüne Asiye. მაგრამ აუცილებელია რომ ამ ქორწილში ასიეთ ძმა ჯევათი ჩამოვიყვანოთ. ზეინებ, ხოლო ჩემ კი არა, ყველას მოკვლავენ. თემელ, მამას დაუძახე. ნიშნულოვანი საქმე მაქვს შვილო. რა ხდება ძმაო რეშით? რიზვან ბეის დაუძახე, ბაღში ვიქნები. მიდი. რა მოხდა? Ne oldu Reşit? რა მოხდა რეშით? დაჯექი. ჟანდარმა kahveci. პოლიციამ იუსუფის შვილი და რეშთი უაიყვანა. მერე? საწყობში ლეტოს იარაღის გამო დაიჭირეს. იუსუფი ამბობს, რომ თემელი და რეშთიუ არაფერს იტყვიან. ვინმეს ჩავსვამთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები გამოვიდნენ. შევძლებთ? İş size gelmesin. იუსუფი გვემუხრება? Önce ben. თავიდან მეც გავბრაზდი, მაგრამ თუ რეშთიუ ჩაჯდება, უსაფრთხოდ ვიქნებით. Bu uşaklar orada. ეს ბიჭები გამოვლენ და ჰალილ იბრაჰიმთან წავლენ. რეშთიუ ჩვენს ბრძანებას შეასრულებს. ამით პრობლემაც მოგვარდება და იმ გველ ქარასუს თავიდან მოვიშორებთ. ძალიან კარგად მოგიფიქრებია რეშით. ასეც მოვიქცეთ. Kimi vereceğiz? ვინ გავიმეტოთ? ჯენგიუზი. Kim ჯენგიუზი? ხო. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ უნდათ შოთა გადავცე. ამ ეტაპზე მათი გაჩუმება შევძელი, მაგრამ მას შემდეგ რაც ჰალილ იბრაჰიმი მოკვდება, მათ შეჩერებას უკვე ვეღარ შევძლე. თუ შენი ვაჟი ჩვენების ნაცვლად ჩაჯდება, ამით გავაჩუმებთ მაინც. აბა დაფიქრდი.
რიზვან ბეი. რიзвან ბეი, სილაჰ კაჩარ. იარაღის კონტრაბანდისტვის 10 წელს მაინც მიუსჯიან. რეშიდ, თუ გინდა თქვა, რომ შენი ვაჟი გეწოდება, მაშინ შენი სიძე შოთა ჩავსვათ. yok. არა, არა. Onun çocuğu. შოთა შვილები ხავს. Cingöz'da ჯენგიუზი ჯერ ახალგაზრდა. girsin ya. ის ჩავსვათ. არა, ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, პოლიცია ჩვენ დაგვიჭერდა, ჩვენ ჩავბარდებოდით და იმ ქალების ლაპარაკს თავიდან ავირიდებდით, მაგრამ როგორც თქვი, შვილები ყავს. ჯენგიუს ჩემგან მოკითხვა გადაეცი. როცა გამოვა, უზარმაზარ ქორწილს გადავუხდი. შეუძლია ცოლად ის მოიყვანოს, ვისაც მოისურვებს. გმადლობ, რიзвან ბეი, გმადლობ. Çay çok güzel. გემრიელი ჩაი იქნება. Sağ ol. გმადლობ. Sen mi demledin? შენ მოამზადე? Ha, evet. დიახ. Sen değerli. დანარჩენებისგან განსხვავდები. Ne gibi? როგორ? Hem bey kızısın. ბატონის ქალიშვილი ხარ. Hem çok güzel. ძალიან ლამაზი Hem de და elinden her şey ყველაფერი გამოგდის. Sen de diğer... დანარჩენებს არ ჩემ გავხარ. Hem elin... ხელში იარაღი გიჭირავს და თან ძალიან სიმპათიური ხარ. Baba, მამა, kimi söyleriz Van Bey? რიзвან ბეიმ რა თქვა? Ananla vedalaş. დედას დაემშვიდობე. Yarın teslim ol. ხვალ ციხეში ჩაჯდები. Haydi. მიდი. Ne diyor yılanın doğru? შენი დედა მთელი რას ამბობს? Ne ya? დედა, ის ჩემი და? Bir şey demiyor Leyla. შენი და არა. დედამისი იგულისხმა. გმადლობ საყვარელო. Vallahi teyze Zeynep haklı. დედა ზეინეფი მართალია. Abimin ettiği iş... განა ჩემი ძმა კარგად მოიქცა? Ne yapmış abi? რა გააკეთა? Ne yapmış რა abi? გააკეთა? ცოტა შეაშინე და სულეს იყო. Var, yapmış რამე öyle bir şey. გააკეთა? Yo, asla. არა, არანაირად. ჩემი ბიჭი ასეთი არ არის. Nikah için bir şey de. მამამ თილმა ნიშნებასთან დაკავშირებით რამე ხომ არ თქვა? Yok. არა. Benim yanımda bir şey ჩემი demedi. თანდასწრებით არაფერი უთქვამს. Ama bana kalırsa მაგრამ Zeynep ვფიქრობ, zaten ზეინეფი არ her დაუჯერებს. bilmez. Duydun mu? გაიგონე? Gelinin სარძლოს, istemiymiş oğlum. შენი ვაჟი არ უნდა. Artık onun ne istediğini Tam ნიშნულობა აქვს. Kulpalara პირობას verdiği ვერავინ sözden დაარღვევს kimse dönemez. და თუ დაარღვევს, Dönerse პასუხს bedelini აგებს. öder. მართლა? Ben ne olacağım? და მე რამელის დედა? ჩემზე ვინმე ფიქრობს? Sen tarafını seçeceksin. არჩევანი უნდა გააკეთო. Ya aileni seçeceksin. ან ya შენს kocanı ოჯახს aileni. აირჩევ, ან ქმრის ოჯახს. Ha, ben böyle orada თუ ნეიტრალურ მხარეს აირჩევ, bil ki ეს ორ პირობა იქნება. taraf olur. გემრიელი ჩაია. Ya Zeynep anlamıyor musun? ზეინებ არ გესმის? თუ არ გინდა გაიგო. Bak bu Cevat Kaya. ჯევათი დანარჩენებს არ გავს. საშინელი ადამიანია. Bak მომისმინე, თუ გაიგებს რომ ხალილ იბრაჰიმს ხვდები, არ დაგინდობს. Annenin sesi. ეს დედა ჩემის ხმაა? გონი, როგორ შეგეძლო ჩემს ბიჭს ასე მოგცეოდი? დამშვიდდი. ცხოვრება დაუნგრიე, როგორ შეგეძლო? დამშვიდდი. ის ჯერ ბავშვია, ახალგაზრდობა გაუნადგურე. მისი დავა, როგორ შეგეძლო? მოიცადე. როგორ? წავალ მე დავილაპარაკები გამიშვი. დამშვიდდი. რა ხდება? საკინე. აქ რა ხდება? საკინე. რა ხდება?
ჩემს ბიჭს ახალგაზრდობა გაუნადგურეს. რა ხდება საქინე რა? ცხოვრება დაგინგრიეს შვილო. დამშვიდი, ჩემო ბიჭო, ჩემო პატარა. დედა, ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდი, კარგი? შვილო, ჩემო საყვარელო. კარგი, დამშვიდი. ჩემს ბიჭს ახალგაზრდობა გაუნადგურეს. საქინე, დეიდა. დედა, დაიჭირე ფრთხილად, დაიჭირე. დედა, სახე მობანეთ. რა ხდება? რიзвან ბეიმ გადაწყვიტა, რომ შენი ძმა ციხეში ჩაჯდეს. Cezaevine girecek kardeşin. მამა შურეზიებას ცდილობს იმის გამო, რომ ლევენტის ძემე მისი მოკვლის უფლება არ მომეცი. ციხეში მე წავიდოდი. Gel. შემოდით. შემოდით, დასხედით. Oturacak bir şey. არა უფროსო, მაინც არაფერს ვიტყვით. Canım sen შეიძლება შენ არ იტყვი, მაგრამ არეფის ნათესავს სათქმელი არაფერი აქვს? konuşacakları vardır. რა სიტყვი? Benim de değil. სათქმელი მეც არაფერი მაქვს, კაპიტანო. Biz bir şey söyleyecek. თუ რამეს ვიტყვით მხოლოდ ერთს, მაგრამ ამის შემდეგ მოგვიწევთ დურსუნ ლეტოს ოჯახიდან ყველა დაიჭიროთ. Dursun Neto'yu. მაგრამ Enes'in kulpayı almanız. ჩვენი ჩვენება მანამდე განადგურდება, სანამ საქმე პროკურატურამდე მივა. ამით მხოლოდ ჩვენ დავზარალდებით. Onların adamları üstlenecek. ეს არაერთხელ მომხდარა. თქვენც ხომ კარგად იცით? Olan sizinle bize olur. ხომ ასეა? Babanla görüş. მამასთან შეხვედრის უფლება მოგეცი. ჭკუა მან გასავლა? Biz bu toprakların... ჩვენ ამ მიწის შვილები ვართ, კაპიტანო. სწავლა არ გჭირდება. Ben diyeceğimi de. უკვე გითხარით, რაც მინდოდა. Senin de აქ რას აკეთებ? Zeynep'le ზეინებ ლეტოს რამე შეემთხვა? Olmuş. დიახ. Evlendirir. ლევენტზე გათხოვებას უპირებენ. zaten nişan მისი საქმრო ხომ ლევენტია? evlendirmeyi სხვას რას ელოდა? Dayı. ბიძია, Zeynep ზეინეფი მთხოვს, რომ ქორწილიდან მოვიდაცა. kaçır. Şah. შვილო, Sen buralarda büyümedin. აქ არ გაზრდილ ხარ და შეიძლება ბიძა შენს არ მოუყოლია, მაგრამ უკეთესია მთელი მისი ოჯახი ამოხოცო, ვიდრე ცოლი მოსტაცო. ზეინებსაც ეს უნდა ბიძია. Benim üstümden... უნდა რომ ოჯახზე შური იძიოს ჩემი საშუალებით. Cevap. ჯევათით ცერემონიაზე იქნება. შვილო, Eşyalık ცეცხლს ნუ ეთამაშები. namertap oyun. უარი უთხარი. Aklında ne varsa onu... რაზე ფიქრობ, ყველაფერს პოლიცია მოაგვარებს. Selamlar. გამარჯობა ბიძია. გამარჯობა კაპიტანო, შემოდი. შემოდი, საქმე როგორ მიდის? ყველაფერი კარგადაა, აქ მადლობ. Siz ne yaptınız? რა ქენით? Temeller rolünü თემელმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მთხოვეთ. ძალიან კარგი. მეორე? İyi. İyi. Öbürü? Ben de onun için geldim. მეგონა ყველაფერს იტყოდა, მაგრამ Lastikçi შევწდი. yalpalar diyordum ama yanılmışım. Satmadı sizi. არაფერი თქვა. ერთო ჩემო. Emin misin? დარწმუნებული ხარ? Sorgusuna დიახ. vermedim derviş. ჩვენების მიცემას დავესწარი. Tek kelime წარბიც არ შეუხრია. anlatmadı. Rızvan kime verdi bize? რიзвანმა ციხეში მინ გაუშვა. Kahyası reşitin. აქინეს ვაჟი, ჯენგიუზი. Cingöz müymüş ne? Ha, Cingöz. ო, ჯენგიუზი. İyi. ძალიან კარგი. Kahvenin დიდი tamamı ალბათობით კაფეზე თავდასხმაში ისიც მონაწილეობდა. დიდი ხნით ჩასვი თუ შესაძლებელია. ჯერ ჩაგვბარდეს და მე ვნახოთ. Yaran nasıl oldu? ჭრილობა როგორ გაქვს ბიზია დერვიში? ყველაფერი კარგადაა. Oğuz. ოუს, Gelişme var. ახალი ამბავი მაქვს.
კარგი. ჯევათკაიათან. ჯევათი ბათუმიდან ბრუნდება. ძალიან კარგი. ძებნაშია, მაშინვე დავიჭერთ. არ დაიჭერთ. მაგ ძაღლს მე მივხედავ. შვილო, დედა სახლში წაიყვანე. წადი დედა, წადი. წადი. თემეთ. თამელ, რა იყო? შენ გადი ტუალეტში შევა. Allah'ım მერთო დიდებულო. სან კომსა მეთაურის კაბინეტში შედი, მეც ახლა ვემოვა. სადმე დიხარ მამა? შედი მეთქი. ედანურ, ღმერთო, საყვარელო, ედანურ, პოლიციის წინ ვართ, მოიცადე. ყველაფერმა ჩაიარა. სახლში წავიდეთ. Geçtik. Zavide. Hadi gidelim evimize hadi. წამოდი. Hadi. Neyin var senin? რა გჭირს ედანურ? Yok bebi yok. Araperi. Kocam. Anlamak istediğim ჩემთვის რამის თქმა გინდა? Yok. არა, არა, Valla kaç gün რამდენიმე დღეა უცნაურად იქცევი, მითხარი ედანურ. Yok kocam. არა, ყველაფერი ნორმალურადაა. Annemler mi? მშობლებმა რამე ხომ არ დაგიშავეს. Ne edecek? რა უნდა დაეშავებინათ? Etmedi bir şey. არაფერი მომხდარა. Anlat o zaman. მითხარი ედანურ, რა ხდება? Hocam biraz ულიმერება. Ne olaydı? რა ხდება ედანურ? kötü oldu. დედა, ცუდად ვარ. Kızım. შვილო, წამოდი, ტუალეტში შევიდეთ. Baba ne oluyor? მამა, რა ხდება? არ ვიცი, შეიძლება გაცივდა ან სტრესის ბრალია შვილო. Sıkıntıdan. ალბათ უფრო სტრესის. Bilmez misin Eda Hanım? მომიცი რა სუსტი გოგონაა. ჰალილ იბრაჰიმის ნახვაც კი ვერ მოვასწარი, ისე დამიჭირეს. რა უნდა მექნა? ამან ყველაფერი დასრულდება თუ არა და საქმე ცუდად გექნება. adamımız o. ჩემი ხელით მოკლა. Senin işin biter. ჩემი ხელით. Kapat onu. მოკეტე. Aferin. ხოჩა, კარგად გაუძელი. მადლობ ბატონო. Temel. თამილ, ჰალილ იბრაჰიმი დერვიშთან გელოდებათ. წადით. Jandarma Cingöz'le meşgulken siz gidin. Anam neden oraya? ქალების გამოსვლას დაველოდები და წავალთ მამა. დედა და ედანური უკვე ნახე. გააკეთე რაც გითხარი. კარგი. Temel. თამილ, Siz benim arabayla gidin. ჩემი მანქანით წადით. მამა ედანური დაიღალა. გონი გაცივდა კიდეც. არა უშავს, ტაქსით წავალთ. მანქანა დერვიშთან დატოვეთ, მოგვიანებით მივაკითხავ. კარგი, კარგი. Hadi Rüştü hadi. კარგი, წავედით. მოდი, შვილო, მოდი. წამოდი. გმადლობ. Kızım. შვილო, კარგად ხარ? ექიმთან ხომ არ წავიდეთ? İyiyim iyiyim. Bak არა, მამა, კარგად ვარ. uşaklar nerede? ბავშვები სად არიან? İşleri var. სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ, უკვე წავიდნენ. Hadi biz bir taksi tutalım. ტაქსი გავაჩეროთ, კარგი? Valla გამარჯობა ჰალილ. შემოდი.
ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ პოლიცია უკან გამოყოლოდა, მაგრამ მაინც დაგვიჭირეს. ცხონებული არიფის ნათესავია. ესეც ჩემთან ერთად გამოვიდა. შესთავაზეს, რომ ყველაფერი ეთქვა და თავი გადაერჩინა. 10 წლიანი სასჯელი ემუქრებოდა, მაგრამ არაფერი თქვა. უპასუხა, რომ არიფის გამო შურს იძიებდა. თქვენს ბრძანებას ველოდები, ჰალილ ბეი. ჩვენ აქ ძმები ვართ, თუ ბეის ეძებ, მაშინ ლეტოს ოჯახთან ითანამშრომლე. ეს არ მიგულისხმია. აქ რატომ მოხვედით? ოჯახის წევრებს თქვენთან დალაპარაკება არ უნდოდათ? აქ მამა ჩემა გამომიშვა ბიძია. ესე იგი არაფერია. წავიდეთ? თან ბიჭებიც გველოდებიან. ხო, წავედით. ბიძიამ უკვე მოგვიმზადა, რაც უნდა წავიღოთ. ყველაფერი იგდებს, აიღეთ. კარგი ბიძია. ამას წავიღებ. თემელს უთხარი. ამასთან ერთად არა. შეიძლება გზაში უთხრა. სემას დაელაპარაკოს, გაიგებს და ყველაფერს მოუყვება. კარგი, შენ უგეთიცი. გაიგე? რა? ჯენგიუზი ციხეში ჩასვეს. sebep? რატომ? იარაღის საწყობში ხომ სროლა მოხდა. დანაშაული თავის თავზე აიღო. Cingöz'le ne alakası? ამას ჯენგიუსთან რა კავშირი აქვს? რას გულისხმობ? ასე მამა მოინდომა. ვინმეს დანაშაული თავის თავზე უნდა აიღო. ამიტომ იძია დურსუნი და ძმა იავუზი მადლობის სათქმელად მოვლენ დღეს. ზეინებს არც თავიდან მოსუნდა. განაახლა შეძლებს შეიყვაროს. დედამისი ჩემი და ოჯახის წინააღმდეგ განაწყობს. შენ კი არაფერს ეუბნები. ნადინე დურსუნ, ლეტოს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს? იარაღი რომ არა ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა. ახლა თავიდან როგორ მოვიშორო? როგორ? აბა დაფიქრდი. დურსუნი და მისი ხალხი საერთოდ რა შეგჭირდება? რუსებს უთხარი იარაღი მოიპარონ. დურსუნს და იევუს მოკლავენ. მერე მე მომიწევს მათ გამო შური ბიძიო. რუსები გადავიმტერო თუ ისინი? აბა დაფიქრდი. Haklısın. მართალი ხარ. Senin işlerine... ვერ ვხვდები რას ვამბობ. მადლობ, შვილო. შვილო, რა გჭირს? ცუდად ხარ? Yok baba bir şey. არა მამა, ცოტა ზედმეტი ვჭამე. გიმრიელად მიირთვით. ასია, გოგოს რა სჭირს? O uğursuz cin. ჯენგიუსის ამბავი გაიგო რიზვან ბეი. Rizvan Bey. რიზვან ბეი. Bir şey რაღაც მინდა გითხრა, kızarsın. მაგრამ მეშინი არ გაბრაზდე. მაშინ არ მითხრა ასიე. კარგი, არ გაგიბრაზდები, მითხარი. Bu Yavuz'le იავუზ ლეტოს Zeynep. ძალიან უყვარს ზეინები. რომელ სიყვარულზე ლაპარაკობასიე? მათ ჩემი შვილი სჭირდებათ. მამას სიყვარულის არაფერი გაეგება, შვილმა საიდან უნდა იცოდეს? მითხარი, რას ფიქრობ ასიე? მაგ თავში რა აზრმა გაგიელვა? Bunu hazırlattınız ne? დიდი მადლობა რომ მომზადეთ, მაგრამ დედა არ შეჭამს. ხომ იცით რა ჯიუდია? Kızım ah bilmem. ვიცი შვილო, O Rızvan Bey'le არ შეჭამს სანამ რიზვან ბეის არ დაელაპარაკება. Rızvan Bey de მაგრამ არც ის დაელაპარაკება სანამ დედა შენი არ დამშვიდდება. Neyse. კარგი, Belki beni იქნებ მე არ sığmaz. მაწყენინოს. Bir de ben deneyeyim bakalım. მომეცი. Hadi. Nasıl olacak? ახლა რა იქნება? Vallahi
bilmiyorum. Ar vitsi Elif. Elif'ciğim ama işler iyice Ყველაფერი sarpa გართულდა. sardı. Bizimkiler de şeyine da bindirdi. ძალიან ჯიუდია. Zeynep ne diyor? ზეინეფი რას ამბობს? Ölürüm de evlenmem diyor. ამბობს რომ მოკვდება, მაგრამ ცოლად არ გაყვება. ჯობდა ჩემი ძმისთვის თავიდანვე უარი ეთქვა. საიდან უნდა ცოდნოდა? ეგონა ისიც ისეთივე კარგი იყო, როგორიც შენ ხარ. Ben de teyzemle Nedim annenin ჩუმად bekar ვიყავი, მეგონა ურთიერთობა დალაგდებოდა, მაგრამ უნდა მიმხვდარიყავი. tahmin etmeliydim böyle olacağını. Seninle შენი ბრალი არ არის ჩემო საყვარელო. მხოლოდ კარგი გინდოდა. Nereden bileceksin? დანაშავი არავინაა. Ne senin ne başkası. ყველაფერი ხალილ იბრაჰიმის ბრალია. Her şey o Halil İbrahim yüzünden. მხოლოდ მისი. Jandarmada bir yakalayamamış. პოლიცია მეგმკვლელი ჯერ კიდევ ვერ დაიჭირა. Kasaba da tutuyor onu. სოფელი მხარს უჭერს და მისი უპირატესობა ამაშია. Vermiyorsa bin yıl თუ gözden სოფელი მის მხარესა არა აზრი აქვს. hiç kimse de hiçbir şey yapamaz. მართალი ხარ. Vallahi doğru dedin ha. Bu Halil İbrahim yaşadığı... სანამ ხალილ იბრაჰიმი ცოცხალია, ამ ორ ოჯახს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება აიშე. bugün Cingöz დღეს ციხეში ჯენგიუზი ჩასვეს. yarın da Ali. ხვალ ალი ქემალს ჩასვამენ. Sonra da Şotu. შემდეგ შოთას მიწას მიაბარებენ. Elif. ელიფ, Kimse bir şey yapmayacak. შენს ქმარს არავინ არაფერს დაუშავებს. სიტყვას გაძლევ. Biliyorum Ayşe. ვიცი აიშე, ვიცი. Ama senden de Fikret მერთი გვარავდეთ შენს და ძმა ფიქრეცაც. Ayşe. აიშე, Cevat dayının. მიდი ეჯევაც ხმარ დაურეკავ. Ya burada işler çok... უთხარი რომ საქმე აქ ცუდად არის Ya gerekirse Zeynep'e de და არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. Bilemiyor, rezil olacağız თუ საჭირო იქნება ზეინებსაც ეტყვი რომ არ თხოვდება და ამით შევსხვებით. Bir tek senin Cevat dayın gelir. ხალილ იბრაჰიმს მხოლოდ ბიძაშენი ჯევათი თუ გაუმკლავდება. Bilmiyorum ki Fikret. არ ვიცი ფიქრეთი რა სიტყვის. Diyecek istemez tabii. რა სიტყვის Neticede kız და რა თქმა უნდა kardeşi არ ენდომება. ister mi? ზეინები ხომ მისი და. Ama bak. Bu Halil ნუ İbrahim. თუ ენდომება რომ ძალით გაათხოვონ. Bize tek bir gün bile მაგრამ სანამ ეგ ხალილ იბრაჰიმი ცოცხალია, სიმშვიდე არ გვეღირსება. ყველაზე მეტად კი შენ. Ara Cevat dayını. ამიტომ ბიძია ჯევაც დაურეკე. Demesin kimseye. მაგრამ არავინ უნდა გაიგოს რომ შენ დარეკე. შემოდი, შემოდი. Ayşe'yi bir kurdum. აიშე ისე განმაწყე რომ არ გამიკვირდება გზაში ბიძამის თუ დაურეკავს და ეტყვის ჩემოდი ჩემი ქორწინება გადაარჩინეო. Ayşe akıllı kızdır. აიშე ჭკვიანი გოგოა. Ateşe პრობლემებს არ შექმნის. Teyzesini aratacak dayısını bak gör. დედამის საიძულებს თავის ძმას დაურეკოს. შეიძლებაც მასთან ცუდი ურთიერთობა ქონდეს. არ ვიცი. Sen cici enişteme söyle. მაგრამ სიძეს უთხარი ჯევაც არასათანადოდ ნუ შეაფასებს, კარგი? Hocana söyle. შენს ქმარს უთხარი რომ ხალილ იბრაჰიმს ზუსტად ასე გადასცეს. Şota nerede görecek? შოთა სად ნახავს მას? Şahinkaya'ya gidecek bu gece. დღეს შახინქაიაში წავა. Tabii sen Ayşe'den dayısının... რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც აიშესგან გაიგებ, ბიძამისი ნამდვილად ჩამოვა თუ არა. ზეინებ, Bu işe bulaştığını değil. თქვენები თუ გაიგებენ რომ შოთა ამ საქმეშია, თუნდაც მამაჩემა გაიგოს, არ დაინდობენ. ხომ იცი? Vladimir, ერთი რამ ვერ გავიგე. ben bir şey დანაშაული აღიარეთ? Siz პოლიციამ როგორ გამოგიშვათ? Jandarma sizi nasıl bıraktı? Vallahi გამომიჭირე თურან. როცა გეუბნები რომ ტყუის კოლოფი ხარ, მიბრაზდები. დანაშაული რომ გვეღიარებინა აქ მოვიდოდით? პოლიცია უკან გამოყვებოდა და ყველას დაგვიჭერდა თურან. მართალია. Turan, თურან, sen რამდენი ხანია სემა არ გინახავს? akşam git ya. საღამოს წადი თუ გინდა. საღამოს წავიდე რომ მამამისმა პოლიციას გადამცეს? Vallahi biraz daha კიდევ gitmezsen- ცოტა ხანს თუ არ წახვალ, სემა თვითონ გადაგცემს პოლიციას. მე არ მითხრა რომ არ გაგაფრთხილე. იტყვის, ის მაინც მეწოდინება, სად არის რომ ზოგჯერ სანახავად მივიდეო. დღეს კარგ ფორმაში ხარ თემელ. თვალე არ გეცეს. ხომ არ მithქვამს რომ არ წავალ? წავალ. დილით ადრე ავდგები და წავალ. თემელ. ეს რეშტიურა ადამიანია. ადრე უნამუსო კაცი იყო, ახლა როგორ უნდა ვენდოთ? Biz buna nasıl güveniriz? შენს გაგიკვირდებოდა განყოფილებაში რომ გენახა თურან. რკინასავი თურყევა დიდგა. Abu. Abu. ეს? ო, ეგ. Birader. მოვედით. Abu Rüştü'nü ამ ბიჭით ძალიან ვრისკავთ, პირდაპირ გეტყვით. Geç bakayım. მოდი აქ. Yürü de abi ben size yalan mı? ძმაო, რატომ უნდა მოგატყუოთ? Abu ne tanıdın ჩემი ya? არ გჯერათ? Ben balık... სათევზაოდ წავალ. Akşam balık yiyeyim. საღამოს თევზი ვჭამოთ. Sen bu ამაღამ არ სადმიდიხარ? Yok. არა, აქ ვარ.
კარგი. Hadi rastgele. მიდი, ჰალილ იბრაჰიმ. მომისმინე. Abi niye böyle? ასეთ ხასიათზე რატომ არის? ვერც მე მივხვდი. Yol boyu ağzını bıçak. მთელი გზა სიტყვაც არ უთქვამს. Ben de gideyim reis. მეც წავალ, მარტონ udavtovებთ. Git bakalım. კარგი, მიდი. Hadi bakalım. მიდი. ედანურ, მოიცა, შენ თარ მოვდიოდი, მინდოდა მომელოცა. თემელი გამოუშვეს, მაგრამ მაშინვე წავიდნენ. შაჰინ ქაიაში, Sen nereden böyle? საიდან მოდიხარ? Eczaneye აფთიაქში ვიყავი. Hayırdır? რა მოხდა? Hani şu ორსულობის ტესტი ვიყიდე. ondan aldım. Kız Edanur ედანურ, ორსულად ხარ? tamam ne? კარგი, მაგრამ მოწყენილი რატომ ხარ? ის მოხდა, რასაც ამდენ ხანს ელოდი. Sonra sence nasıl oldu? შენი აზრით ამდენი წლის შემდეგ ეს როგორ მოხდა, სემა? Edanur saçmalama. ედანურ, ნოსულილობ. Tarıkla ეს ხომ ნებისმიერ დროს ხდება. Bilmiyorum ama არ ვიცი, მაგრამ ben doktorumla ექიმს დაველაპარაკე. çocuğu aldıracağım. აბორტს გავიკეთებ და Sonra da temel. თემელს მერე ვეტყვი.